ვიწყებთ ფულიშონას GTA 5 და ეს არის ამ არხზე პირველი ვიდეო ამ ეპიზოდების და მოკლედ მე ვარ ვინ რა მქვია ეგეც არ ვიცი ამ ეპიზოდებშიტო უბრალოდ ფაქტი ერთია რომ ტრევორთან ცხოვრობ ქირით ფუ რა ნაგვიანია ეს სახლიტო ვარ გადავ ტარაკნები დადიან აქ ნახე კიდე ერთ ტარაკანა მოგდით თქვენი რა გამეკეთებინა ყველაზე აფადამ კაცმა მომაქირავა ქალაქში ბინა ტრევორ აგინდა რა გინდა გამანები თავი მისმინე რა ისა სამსახურში მივიდარ გასაუბრებას და გეხვეწები ტანსაცმელები მათხოვე რა $100 ეხერება იცოდე რა $100 მაღაზიაში გავალ ეგრე და ვიყიდი გადი რა მაგდროს ეკე თუ გინდა აუ რანაირი კაცია ეს ტრევორი რა ესე იგი მოკლედ რო აგიხსნათ ეხლა რა ხდება ამ არხზე და რა უნდა ელუდოთ ჩვენგან მე ვარ ჯერჯერობით უსახელო და არ ვიცი ამ პერსონაჟს რა დავარქვა და დაწერეთ კომენტარებში რა დავარქვათ ამ პერსონაჟს უბრალოდ ვარ ძალიან ღარიბი ადამიანი და ტრევორთან ვცხოვრობ ქირით. ანუ ჯერო ჩემი ფინანსური პრობლემები მაქვს ეგ ერთი, მაგრამ ყველაზე ცუდისა რომ ამ კაცს ვცხოვრობდო. ვერ გავიგე რა წელზე ჩემს წავს. სადი თუ გინდა იაფში ნახე სადმე. არ მაძლევს სხვა იაფში და რა გავაკეთოთო. იწყებ დღეს მუშაობას? ვიწყებ ხო შერიფი მელოდება გასაუბრებაზე და კაი მომეცი რა $100 დეკნასაცმელები. გადაიხადე ეს მაფული. კაპიკი ფული არ მაქვს ტრევორ, კაი რა დღეს ხელფას რომ მომცემენ მოგცემე მერე. მაშინაც 50. აუ ჩემი, კაი მომეცი. გარდირობში აიღე. აუ რანაირი ტიპის კაცი ამის გარდირობში რა უნდა ვნახოთ ჩემი. იმენ ანტისანიტარია. დროზე ვიშოვა პოლიციაში მუშაობით ფულით და აქედან დავახვიო თორე აქ იმენა მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ. კაი. ეხლა ვნახოთ ამის გარდირობში და ეჭვი მეპარება რომ რამე ნორმალური ვნახოთ შეხედე. ტელევიზორი ჩაუმტრევი. ავატყოფი ეს კაცი რა. კაი, გამოვიცვალოთ და ესეც ესე. მგონი არაფერი არ უჭირს, ცოტა გავიშმოტკეთ რა $150 სულ რაღაც. კაი, ტრევორ, წარმატებები მისურვე რა. რაც გინდა ის გენი, იმ წარმატებები გინდა რა, წავედი მე დავდო ბიჭო, მომისმინე. დასალები აი მოცვარში. არ არის, არა და ჯერ დილა არის, რა დრო დასალებიათო. შენ მასწავლა ეხა ვერ გავიგე, ჩემი დივანი რო აქვს, ნახევარობით ვეში $500 გაია. აუ შეხედეთ პროსტა ტიპი რასმა მადლის, ანუ განა ოთახში მძინავს. არა, ძმაო, ამ დივანზე მძინავს და თვეში ვიხდი $500. სახში არ უჭამ საჭმელს, მე ზუბლთან გავდივარ. გატყუებთ. დრაივის უყიდულობ რაღაცებს. წავედი. იმის ეკი წასულხარ. აუ, ხა ამას გავუხევ თავს, კაი. პოლიციელი რო გავხდები, პირველი შენ დაგარეიდებ. კაი, ჩიცას დაიჭერ მენე. ანუ ერთადერთი კაი რაც ამ კაცთან ცხოვრებას აქვს ის არის, რომ პოლიციის განყოფილებასთან ცხოვრობს ახლოს და დღეიდან პოლიციის ცხოვრებით ვიწყებთ ფულის აგროვებას. ანუ ამ არხზე ვიცი რომ წინა ვიდეო დევს, სადაც მსგავსი გადაღება დავიწყეთ, მაგრამ იქ რო დავაკორდე ცოტა უინტერესო დავიწყეთ განვითარება და ეხლა ესეთი ღარიბი ადამიანი დაიწყებს პოლიციაში მუშაობას და ვნახავთ როგორ დაწინაურდება, როგორ წავა მისი ცხოვრება და ამისათვის საჭირო ეს ვიდეო ავიყვანოთ ეხლავე 10,000 ლაიქს და დააჭეროთ წითელ subscribe ღილაკს. ამ არხზეც უნდა ავიდეთ 100,000 გამომწერზე, რაც ძალიან ადვილია, იმიტომ რომ იმ არხზე ხა კი 300,000 უახლოვდებით და ძნელია მომატება, მაგრამ აქ ჯერჯერობით ცოტანი ვართ და ადვილია რა გამომწერების აგროვება. გამარჯობათ. ვინ ხარ ძმა ახალი ხარ ქალაქში? მომავალი შერიფი. გაურეკი ამსაც ცოტა შერიფი ატოლა. ნეტა როდის ვიშოვით ფულს, როდის ავიღებ ცოტა გამოცდილებას და როდის წავალთ ქალაქში სამუშაო და ესე ჩვენი პოლიციის განყოფილება. ცოტა ნერვიულობ სხვადასხვა დღეს ჩვენი სამუშაოს პირველი დღეა და აქ დგას ჩვენი უფროსი. აი, გავიმართოთ წელში. გამარჯობათ, გასაუბრებაზე ვარ მოსული. ამჯობად, შენ იყავი რო დარეკე ეს მინდა პოლიციელობაო? დიახ, მე დავრეკე. რა მინდა მაგანო? პოლიციელობაო, ბიჭო, პოლიციელობაო. უკაცრავად რა ვთქვი, არასწორი პოლიციელობა მინდა. პატარა ბიჭი, შენ იცი საცხაროში ეხლა? რა ვიცი, იქ ვარ, ერთ-ერთ რაიონში ხო? ეს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შტატია, ძმაო და დარწმუნებული ხარ, რომ პოლიციელობა გინდა და სხვადასხვა აქ პოლიციელები არ ვარ, შერიფები. დიახ, რავი, რატომაც არა მე მზად ვარ მსგავს ადგილებში მიმუშავია. რა სამუშაო გამოცდილება გაქვს, პატარა ბიჭი? ერთხელ ვიყავი სამშენებლო ობიექტის დაცვა. აჰა, კაი სტაჟიარი ყოფილი ხარ ესე იგი. აუ ბიჭო ეს ჩამოსულები გამაცინებენ იცი ამ ის ბიჭო სადმოდია განები ბიჭო თავი ნუაშინებ გასვის ეს არ ყავს კადრები მოკლედ ესე იგი ჩვენი სამუშაო გრაფიკი იცი ალბათ გრაფიკი ალბათ დღეში 5 საათი ბიჭო როგორი მიამიტები არიან კი მაგრამ რა ხდება აქ ვერ გავიგე 300 ხარავ დამიბარეთ აი გაჭერე რა დღეში 5 საათი ბიჭო ხანახა დევნა ის ესა შეიძლება დღეში 10 საათით მოგიწიოს ანდაბას მზად ვარ მაგისთვის რა ვიმუშავებ ლეჟი ფული ავაგროვ ხელფასი რა იქნება მოკლედ ეგ ხა გამოწერილი ჯარიმების მიხედვით არის ხა პრემიები და ყოველი დღეს ბოლოს აგერიცხება რა და ფიქსირებული რა გვაქვს დღიურად დღიურად მო ფიქსირებული გვაქვს
$200 რა. ანუ დღიურად $200 ფიქსირებული და პლუს ჯარიმები, ანუ ბონუსები. კი შეიძლება რაღაცა ვაგროვოთ. ეხლა ერთი თვის ფიქრის ფული შეიძლება ერთ დღეში გადავიხადოთ. დავწერ და დავწერ ჯარიმებს რა. ეხლა ვიცი შენ ფიქრობ რომ ჯარიმებს დაწერ, მაგრამ მომისმინე ეს ძმა ვარქს ოფელია. აქ ყველას ვიცნობ, ზოგს რაღაცა უნდა აპატიო, იცოდი არ დავინახო რომ ვიღაცამ დარეკოს და მითხრას რომ შენი კაცი ჯარიმას გვიჭერსო. აბა რა გავაკეთო? დააკვირდი კარგად და მე დააჯარიმე. აჰა, ანუ თუ ძალიან სერიოზული არ დაარღვი, არ დავაჯარიმო. ოჰო. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ბიჭო, მოდი აქ დაილაპარაკე ამ კაცს აგ რო აკეთე მაგ საბურავს მან. ჯამოვიყვან მე ახალ მანქანებს რა გჭირს. მოდი აბა ჩემი ბიჭი აქ. კი ბატონო, მოვდივარ, აუ ბიჭო, როგორ არ მევასება თავიდან რომ ყოველას თავის დახრით რომ უნდა ელაპარაკო, იმიტომ რომ შენზე მაღალ წოდებაზე არის, თან შერიფი ნახე, ეს უეჭველი რაღაც. ზევი 100 მეთაურია. შენ ბიჭო სად მუშაობდი რა თქვი? შენებლობის დაცვაზე ბატონო. ეხლა მომისმინე ბიჭო, ჩვენი რაიონებში შენებლობა არ არის. აქ კრიმინალით არის სავსე. შეიძლება ხუთმა მანქანამ გზა გადაგიღებოს და დაგცხილოს. მზად ხარ ამისთვის? და რატო უკაცრავად? მზად ხარ ამისთვის? კი ბატონო, მზად ვარ, ფული გჭირდება, მზად ვარ, ტო. კარგი, შეგვიხა და გამოიწვია და შეტონი აიღე. თავიდან მხოლოდ ერთი პისტოლეტი გექნება. მხოლოდ ერთი პისტოლეტი, ანუ არც ავტომატი და რამე? ავტომატი არა ეს კიდე, შედი. კარგით, მადლობა, არ არის პრობლემა, გამოვიცვალოთ. აუ, ეს რას მოვესწარეთ ჩემი. და ესეც ესე. ვა, რა კარგად გამოიყურები, ნახეთ ჩემი ადამიანური ტანსაცმელი ჩავიცვით, ტო. აბა, ხო სიმპათიური ვარ უფროსო. შენი სიმპათიურობა არ მაინტერესებს, სადემოკრატი ხარის მასმეთაური გასული არის. ეგ არის შენი მანქანა და მიხედი აბა საქმის გამოძახების დაკვირდი რაც ახლა პროგრამით იყავი და ბევრიჯერ მარწერო. გასაგებია ამ ჯიპით უნდა ვიყო დღეს ბატონო? აბა ეხლა იმას ხო არ მოგცემ შენ. დადი პატრულერა. აუ, ჩემი რა, კაი. აი, ცუდი მანქანა არ არის, პროსტა ძალიან ძველია რა და შეიძლება სანამ დავჭერდეთ დასახმარებელი გავხდეთ, თუმცა ეს არის სამუშაოს პირველი დღე და ეხლა ვეკითხოთ, ავიყვანოთ ეს არხი 100,000 გამომწერზე, იმიტომ რომ ცოტა მუღამზე ვარ რომ ამ ტიპის ცხოვრება განვავითარო, აი მე წარმოვიდგინეთ FBI-ში რო ვიწყებთ მუშაობას, მე ჩვენი საკუთარი დაცვის კომპანია და აი 1000 რაღაცას რო გავაკეთებთ რა. ოკეი. შენ ჩემი ძმა, მომხედე აგერ. ბიჭო, ხო არ უბერავ. ჩვენი დამლაგებელია ბიჭო, გადი აქედან. უი უკაცრავად ამ დამლაგებელს, პოლიციის გაყოფილების დამლაგებელს. დაუწყებ ლატაობა, კაი. დავამუღამოთ ახლა ეს რაციები, ვა. რა კაია დასიგნალება, ნახე? კაი, გავთიშოთ თორე ჩვენი უფროსი ეგერ არის და უკუნიდან მე ცოტა გვეჭხუება. ეგ არის, ესე იყოს. არა, რა ხდება თუ ამაზე ეგრევე ისინი ირთვება არა საერენები. აი ვიღაცა მოტოციკლით მიდის რაღაც ძალიან საეჭვოდ. აი ჩვენი კოლეგა კაი აქ. გამარჯოს ძმა. მე ხარ ბიჭო შენ. ისე უკაცრავად ძმა უკაცრავად კაი. აი ნახე ამალ ამის პოლიციას დაარტყა. ერთი წამი აბა გავატაროთ ეს, გავატაროთ. ნახე. შეეშალა ამას პოლიციას უნდა დაერტყა, ავარიული სიტუაცია შექმნა. კი ბატონო, დისპეჩერი, მივყვები მანქანას. გადამიმოწმება თუ შეიძლება სანდლერი. აბა ნახოთ ერთი აბა დისპეჩერი მე დაგვეტყვის. სუფთა ყველაფერი. ბოს მანქანას მივყვები და შეიძლება რომ გავაჩერო? შესულელო, გააჩერი აბა რა უნდა აქნან, მე რას მეკითხები? აუ, კიდე კაი მაინც ამის ამას ჩაუვარეთ. არა უშავს, ვისწავლეთ პოლიციელობას მალე. კი ბატონო, ჩვენი პირველი სამუშაო დღეა და ეხა არ ვინერვიულოთ. შეაჩერე მოძრაობა ძმა. ეხა უნდა ჩავრთოთ ამას სირენები, ხო? გააჩერე. ძალიან კაი ეგ არის. ხადობ რა კაია, თორემ გააჩერო და აჩერებენ. ეს ის ესე. აქ შეჭერდეს მოძრაობა. კაი, იარაღთან მაინც ხელი გქონდეს, იმიტომ რომ ცოტა საშიში უპანი არის ეს და გამარჯობათ. რა დავაშოვეს, ნო? რას ქვია, რა დააშოვეთ? პოლიციას ლამის დაარტყით. საბუთები მომეც თუ შეიძლება. ყველა დოკუმენტაცია. ცოტა ნერვიულობთ ესე, ხო იცით? არა ძმა, მე რა მაქვს ნერვიულო კაცო. აბა რა მაქვს ნერვიულო? ძმა, თვალის გუგები რაღაც არ გივარგადა, რომ გადმოვრძანდე შეიძლება? უკაცრავად? გადმოვრძანდით რა მანქანიდან ერთი წამით რა. ამის თვალის გუგები რაღაცა არ მომწონს. რა ხდება ბატონო, იმარა გამაგებინეთ, ამდენი წელი ამ ქალაქში ცხოვრობ და ესეთი არაფერი არ მინახავს. არ გაჩერებენ არა, ქალაქში ახალი შერიფი ჩამოვიდა ბიჭო. კარგი, რა ხდება? მოდი ერთი შენ ნარკოტესტზე უნდა შეგამოწმო, იმიტომ რომ არ მომწონ ხარ რაღაც ნამეტანი ანერვიულებული ხარ. ნახოთ აბა. ნეგატივი. არა განერვიულებს, ძმა. გამანებელს მა ჩემი გამჭირებია საზღაურში მაგვენდება, გამიშვი რა. ძმა, შენ წეღან მაინ ლამის პოლიციას დაარტყიცი. აუ ძმა, გამიშვი რა. კაი, წადი გამანებე თავი, წადი. შემისოდა ბიჭო ეხა, მაგრამ
ესე თუ მოვიქცევი მე რაღა დამრჩება ძმა ქიდის ფული მაგ გადასახდელი რა. ყველა ეკიპაჟი საყურადღებოდ. ციხიდან გაქცეული გარბის. უკაცრავად ეხლა მიღებულია დისპეჩერო, მიღებული ეგ არის ჩავრთეთ ეხლა სირენები, ხათო პირველ გამოძახებაზე მივდივართო. ბიჭო, წესიერად ეხლა იცოდე და აბა შენიცი თუ ამას ეხლა დაიჭერ მოგცე პრემიას. ხო, უფროსმაც ჩაგვძახა რუპორში ძალიან კაი. დიახ, უფროსო, ჩემი მეტი გქონდეთ. კი ბატონო, რანაირი სირენები აქ ამანქანებს? ხადაო სირენა გქჩართული ეგრე მივდივართო, ძალიან მაგარია იმენა. უფროსო, უკვე მივედი თითქმის დანიშნულების ადგილას, ეხლა რა უნდა გავაკეთო? მისმენე შენ პილოტის ისა გაქვს მართუწობა? მართუწობა პილოტის არ მაქვს, მაგრამ თვითმფრინავი მიტარებია. ვახ, ჩემი აქ რა ხდება? მისმენე, მოკლედ ეხლა ისინი არის რა მისოყვანი, მანდ უნდა დააფრინო რა. ვინ უნდა გავაფრინო უკაცრავად? ანუ წეგან არ მითხარით, რომ ისო, ანუ პატიმარი უნდა დაიჭირო თუ გაქცეულიო? რა გაქცეული პატიმარი, ბიჭო? მოусმინე ბიჭო რას გეუბნების წესიერად. ჩვენმა დისპეჩერმა გითხრა რომ შენ უნდა წაგიყვანა ის თვითმფრინავი რა დანიშნულების ადგილას. თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას. საშიში პატიმარის ის ვერ ვურისკავ. საშიში პატიმარი როდესაც მაგიტომ მიშვებენ გონი მე რა, ფეხებზე კიდია ჩემი სუცხლე რა და სერიოზულ თანაშრომლებს ვერ უშვებენ. ბერს ნოფიქრობ ეხა პრემია იქნება ზმო 1000 დოლარი. კარგით, ერთი წამით 1000 დოლარი არ არის მოკლ პრობლემა. გამარჯობათ. სათხად ბიჭო ამდენ ხანს. დავიტანჯე თქვენი ოდინი და გელდება და პოლიცია და ყველაფერი ეხლა მისმენე. ძალიან საშიში პატიმარი ზამთრფრინავში. დიახ, მერე. ეს პატიმარი გადასაფრენია ნორთ იანგტონში. დიახ, გასაგებია. და იქ ჩვენი პოლიციელები დახვდებიან, მანამდე კი GPS-ი შეიძლება და ყველაფერი მარტო შენ იქნება ზამთრფრინავში. ანუ მარტო მე და ის დანაშავე? დიახ, კაბინეტ ჩაკეტილი იქნება ნუ გეშინია. დაგვერხა. კარგით. კი ბატონო. რა იყო ბიჭო, ხარ გეშინია? არა, სერ არ არის პრობლემა, შესრულებულია მისია ჩათვალე. წადი ახლა დროზე აქვს ნუ გიდგახარ. კარგი. პირველივე დღეს რატო შეხვდა ესეთი ცუდი მისია შესაძლებელი, არ ვიცი, მისია რა დავალება კი არა და გამოძახება არ ვიცი, მაგრამ სტაროვაცმა. ოპა. ძალიან კაი. ისა უკაცრავად ეს ხო დაბმულია. არა ძმაო, ისე დაგისვით, მან და ის რა ვქია, მე ავტოპილოტს რო ჯარდა ვისკი მიუტანე. ხო, უკაცრავად ვისკს მიუტან. რა გჭირს ბიჭო, შენ კაბინა არ გააღო. ბიჭო, ავერიე, დღეს რა ხდება? თვითმფრინავზე რატო დამსვეს პირდაპირ? სტაროვაცმა კაბინა არ არის ჩაკეტილი, მე გადავებით. კაბინა არ არის ჩაკეტილი და ემენ მოხსის ტიპი დაბმულია. დისპეჩერი გესმის ჩემი? გვესმის. მოკლედ თვითმფრინავში ვარ და მომინიშეთ რა ლოკაცია. მონიშნულია წარბზანდი. ხედავ უკაცრავად აგენტს გავვედე, მაგრამ არა უშავს ღირსია, იმიტომ რომ ძალიან გველაპარაკა და რაო ბიჭო, ხო არ გეშინია ცოტა. რა უნდა ტიპს რატომ ეძახის არ ვიცი, მაგრამ წავედით, მანამდე დავალაიქოთ თუ ავიყვანოთ 10000 ლაიქზე, 10000 ლაიქს ეს უიჭველი მსახურებს მხოლოდ ამ რაღაცის გამო და წავედით. ეს ძმა ზედმეტი მოძრაობა თორე მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს, მაგრამ თვითმფრინავს დაუშვებ ეგრევე დაბლა. ძალიან კაი ეს გამახსნა ესე, თან იარაღი მე მაქვს. ზედმეტი მოძრაობას მოგაკეთებ ხა და всё. ნეტა ამახსოვს როდესაც 100000 გამომწერზე არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს აქაც იგივე და უფრო კარგ და უფრო საინტერესო ეპიზოდებს შემოგთავაზებთ, ვიდრე მეორე არხის, სადაც ფრანკლინის ცხოვრებაა, მაგრამ აქ ცოტა გაგვიჭირდება მილიარდის აგროვება, მაგრამ რა ვიცი, წინ არის ძმო ცხოვრება და ავაგროვოთ. ოფიცერი, როგორ გასმის ჩვენი ხმა? გვესმის უკაცრავად. აბა როგორი ფრენაა? შვენიერი ბატონო, მივფრინავთ ახლა და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ძალიან კაი, რო ჩახვალ გავაგებინეთ. კარგით, მადლობა. მამედრე მადლობა ისისთვის ვხვდი არ ვიცი, მაგრამ პირველივე სამუშაო დღეს პრივატ ჯეტს ვატარებთ, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილებაშია, მაგარია რა. რა ხდებათო? ვითომ ჩამოვიყვანე ესე ჯეტის იქით რო წავიდეთ, მოდი მაგარი შექმნილი ყოფილა რა. გამარჯობათ. მოგესალმებით, ნორთ იანგტონში. მეც მოგესალმებით ბატონო. ცოტა კიცივა ისე და ეს რა ქვია, კურკარო ჟაკეთოთ უკეთესი იქნებოდა. რა ვიცი, მე პირველი სამუშაო დღე არის, ჩემთვის ეგრევე გამომაქანეს აქეთ. არა უშავს, მოკლედ დაკავებული უკვე აქციის, მადლობას გიხდით რომ ჩამოგვიყვანე და ჯიგრები ხართ მოკლედ და კარგად თანაშრომობთ, ეს ყველაზე მკაცრი რეჟიმის ყინულის ციხეში გადაყვავს. ხადაობდო. გთხოვთ ეხლა ეს მანქანა წაიყვანოთ ციხემდე, GPS-ი არის მონიშნული. რას ლაპარაკობთ? ანუ ეხლა ეს ტიპი მანქანაში მიზის ეხლა ბიჭო, რა ხდება ტობზი? იქ რაღაცა რო გაეკეთებინათ, მობას გაფიცებ, ჩამოვარდებოდი და დავიღუპავდი თავს მეც და ფეხებს დავიკიდებდი ყველაფერს, მაგრამ მანქანით საწავიდე. ნუ გეშინიათ ნურაფრის. კარგით, არ მეშინია, მადლობა. დამეტანი ახლოს მიზის ეხლა ეს კაცი. გამარჯობა ძმა.
ვარგეშინია ბიჭო. არა ბიჭურის მიშინია თუ აქამდე ჩამოგიყვანე და ეს სადა ვართ კიდე რა ხდება რა ჯანდაბა არის რანაირი ამინდია თო აბო ბიჭო მაგ ჩათლახავს მოესა ჩვენთვის ამე ეს არა ბიჭო წესი ადილაპარაკე ჩვენზე თო ბიჭო ხوارინა გავიქცე სადი ძმა გაიქეცი აქედან სად გაქვს ასული არ ვიცი მაგრამ ოკეი ჯობია ხა შენ ციხე წახვიდათ თბილად იყო ვიდრე აქ ეხლა სადმე გაიქცე არ გამიჭირდება მეთქე ბიჭო კაი ძმობას გაფიცებ რა ოჯახი ყავს არ შენი და ლუკან პულის ფული მაქვს საშუალო ხა შენი გაქცევისთავე მაგ კიდე მე უნდა დამაწერონ შენი ფული რა გარჩე რა ესეც მაგრამ ეს დაგიჭერეს საიდუმლო არ არის რავე ტოქსი რა 15 კაცი მოგალი ხო 15 კაცი მოკლა და რატო ძმა რას გია რატო ძმა პროსტა რა ხტები მუღამზე ვიყავ იმედი მაქვს ძმა ეხლა არ ხარ ეგეთ მუღამზე არა არა ეხლა მეზარება შეგენაცვალე გაიხარე აძმო კაც კიდე გაიხა ეზარება თორე დარხეული გქონდა მაგარი შენა დიდი ხანი ამუშაობ არა ძმა დღეს არის ჩემი პირველი დღე ეს იგი მაგრად არის ვასების მაგათი იმიტომ რომ მანამდე მაგადაშილა მაგათ ბიჭო მესაიში კაცო გონო მან მე კეთილი ბიჭო ვარ ბიჭო კი კეთილი ხარ ძმა აშკარად 15 კაცი არ მოგიკლავს ვაფშე არა ბიჭო მუღამზე ვიყავ მე კი ხარ ვარ პროსტა მუღამზე მეზარება რა შენ აქ ვიჯდებოდი ოდა ბაზრობდნენ რომ მაჯე მაგრადაშინო და ვინმე ისეთი გამბუგუშა ვისი და კარგვას არ ეწყინებოდა კი ძმა ეგ არ გამკვირვებია ეს მე რავი დღეს მოვიდა ეგრევე რა ვიცი ჯარიმები გამოწერიო თუ არ გამოუწერო ხალხს პროსტა ირეიდე უბანშიო და ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე გამომატანა კი არა და მანდო ხო ესე ვთქვათ და წამოვიყვანე სადღაც სიმბირში თო არა უშავს იყავი კიდე მან იყავი რა ვიცი ძმა ვიქნები რა პრობლემა არის პრობლემა ბევრია ძმა შეგვხვდება ვინმე ჩემნაირი და ვერ გადარჩები ეგერეც ვნახავთ რა და ესე იგი ხო ამ წვანე რაღაცაში თუ შევალთ ანუ ვითომ ციხეში მივიყვანეთ არა ეგ არის всё მისია შესრულებულია ძმო და ეხლა ალბათ იმედი მოხ უკან დამაბრუნებენ როგორმე ესე good job ჯიგრები ხარ ძმა ჩამოვედი იქიდან გაყინული კაცი ხოჭა მომწონხარ კაი იყო ხოჟეგეშინდა ცოტა ჩემეშინდა რა ცოტა გაუგებრობაში ვიყავიტო და რა იყო არ გეცოდებით რა მართლა ის ხო არ არის ვერ გავიგეთო კაი ბიჭო გაჭერდი 1000 დოლარი პრემია დაგენით ხება დღეს მოგოს და ამბე შენიც მოკლედ რა კარგით მადლობა რა ვიცი და მოკლედ რა ხდება აქ მეტი აფერი არ ხდება საშიში მგონი აღარ მოკლედ გაგზელება იქნა მომდენო ვიდეოში დღეს მართლა უკვე ძალიან ემოციურად ატვირთული დღე იყო ამიტომ ავიყვანოთ ეს თუ 10000 ლაიქს დააჭერეთ აბა წითელ subscribe-ლაიქს რომ ამ ადამიანის განვითარებაც ვნახოთ პოლიციის მუშაობით